Ყვილი. მეოთხე სერია. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com. გახმოვანებული აჭარა.net.com-ის მიერ. Paroli ვერ გაგიტეხია. შენ როგორი ჰაკერი ხარ? ყველაფერი გასაგებია. მოუხერხებ რამეს. როდის? ამდენი დრო არ მაქვს. კიდე რამდენი გჭირდება? მაქსიმუმ 1 საათი. 1 საათი. გისმენ. გამარჯობა, მაქს. ოლესია ვარ. გამარჯობა. როგორ ხარ? ოლესი ახლა ლაპარაკი არ შემიძლია. მოიცადე, არ გათიშო. ოლემ მითხრა, რომ გუშინ ჩვენთან იყავი. დავუშვებ ვიყავი, მერე? იმიტომაც გირეკავ. შენთვის ინფორმაცია მაქვს. მართლა? რამე არ ვიცი? მას შენ შეუყვარდი. კარგი ერთი. გუშინ რაღაც ვერ შევამჩნიე. მას ანტონი 12 წელია არ უნახავს. ეს სიყვარული არ არის, უბრალოდ მოგონებაა. მომისმინე, მეც მიყვარდა სკოლაში ერთი ბიჭი. მე ჩარლირჩებოდა და არც მე ვიყავი უარზე. მაგრამ ვერ გაბედა. ამის მერე დიდი ხანი აღარ გვინახავს ერთმანეთი. 2 წლის წინ კი შემთხვევით შევხვდით, მოკლედ, ერთად გვეძინა. ისეთი მოსაწყენი იყო. ვიზიარებ. არც ოლიას და ანტონს უყვართ ერთმანეთი. უბრალოდ ჯერ არ წოლილან ერთად. ახლა ასე მოიქცევიან და მიხვდებიან, რომ ეს სრული სისულელე იყო და შენ ჩვენს ოლიას მიიღებ. შენ კი ანტონს არა? ხო რა. წაშალე რამე? არა, რას მაიმუნობ? არაფერს. მაქს, რა იყო? რას გაჩვენდი? პოსტა გახსენე. ახლა არ შემიძლია ლაპარაკი ოლესიამ. არის. მე არ მომწონს, რომ აქ მოდიხარ. ანტონმა ოლგას ხელის თხოვა. ჩემი თვალით ვნახე. ყველაფერი დამთავრდა. შენ ყველას და ყველაფერს ასე ადვილად ნებდები არა? ვერ ხვდები, რომ ჩვენ მათ ვერ შევაჩერებთ. თავისი სიყვარულის იქეთ ვერაფერს ხედავენ. მაშინ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. მოუწევთ იმის გაგება, რომ დაძმანი არიან. მშვიდობით ძმაო. გეფიცები შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვიპოვე იმ არა ადამიანს. მე მაინც ვიძიებ შურს, გესმის? ესე იგი, ეს არის ეს ტურისტული ბაზა, ანტონი რომ საუბრობდა. რა იყო?
არც გიმჯერა, რომ მალე ერთად Мы ვიქნებით. уже вместе. ჩვენ უკვე ერთად ვართ. არა, მომხვდები, რასაც ვამბობ. Антош, ну ანტოშა, მოითმინე, საჭესთან ხარ. არ შემიძლია, ძალიან მინდი ხარ. კარგი, გეყოფა, პატარა ბავშვივით იქცევი. კარგი, ბოდიში. ცოტა ადრე მომივიდა. Знаешь, იცი რას გეტყვი? давай не მოდი поедем. ნუ წავალთ შენთან. რატომ? ყველაფერი ჩაგაშხამე არა? კარგი, მაშინ საწაგიყვანო. დედასთან? ხო, К твоей. ოღონდ დედა შენთან. დედა ჩემთან? რისთვის? Мы все время идем. სულ ვეურჩებით მშობლებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ყველაფერი უნდა გავარკვიოთ და ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მიეჩინოს. მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჯერ კიდევ ეჭვგეპარება ჩემში. არა, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მინდა შენს გვერდით ვიყო. მართლა? როგორი დამთხევა? მეც ეგ მინდა. მიუხედავად შენი ჭირვეულობისა. სულაც არ ვარ ჭირვეული. ისე ეჭვი მეპარება, რომ დედა ჩემმა დაგულოსოს. უნდა ვცადოთ. კარგი, ვცადოთ. თელს რა გვიშლის? Нам сигналят. გვისიგნალებენ, წავიდეთ. კარგი. ოღონდ მერე ჩემთან. და ძმა არ გესმის, მათი ერთად ყოფნა არ შეიძლება. დღეს ვევეტყვი ოლიას, რომ ილიასგან გავაჩინე. არა, Тогда думай. მაშინ იფიქრე. ხომ თქვი, რომ თვითონ მოიფიქრებდი ყველაფერს. მიდი და მოიფიქრე. Хорошо, კარგი, я сделаю все. ყველაფერს თვითონ გავაკეთებ. Только, пожалуйста, ოღონდ გთხოვ, Молчи. არაფერი თქვა. послушай. მისმინე, Я даю тебе ერთ один დღეს день. გაძლევ. Мне глубоко მაგრამ плевать კიდია на შენი твои პრობლემები поняла? გასაგებია? Меня волнует только ხოლო судьба ჩემი ქალიშვილის чувства ბედზე моей და дочери. გრძნობებზე ვღელავ. Один ერთი день. დღე. А вы мама Антона? თქვენ ხართ ანტონის დედა? А я давно хотела. დიდი с вами ხანია лично მინდოდა თქვენი познакомиться. გაცნობა. Олеська, ოლესია არა? чего хочешь? გინდოდა რამე? Отдайте мне его თუ адрес. შეიძლება მისი მისამართი მომეცით. რისთვის? Но он мне нравится. მე ის მომწონს. И думаю, что და ვფიქრობ, რომ я ему მასაც тоже ძალიან очень მოვეწონები. Я не знаю его მე адрес. არ ვიცი მისი А მისამართი. если я расскажу და ему, ის что რომ вы ვუთხრა с დედა папой ჩემთან моей ერთად 12 წლის обманули წინ რომ его მოვატყუეთ? 12 лет назад, а? А ты далеко შენ შორს хочешь? წახვალ. Только вот ოღონდ შენი შანტაჟი ცოტა დაგვიანებულია. Антон, ანტონმა ეს იცის. Только я могу მარტო მე раздать ему შემიძლია მათი ურთიერთობის ჩაშლა. да? ხო? А попробуй. სადე მერე? На сегодня. ოღონდ ეს 12. დღესვე უნდა მოახერხო. Улица სიმართლის Правды, ქუჩა. дом 6, სახლი квартира 6, 3. ბინა 3. Сделаю. გავაკეთებ. В лучшем უკეთეს виде. ვერც ინატრებთ. რამე პრობლემაა ირინა ლეონიდოვნა. საიდან მოიტანა? ხედავ, ბრმა ხომ არ ვარ. ვერ დაგეხმარებით? Помог? შენ უკვე დამეხმარე ანტონის მისამართი გამაგებინე. მე უფრო მეტიც შემიძლია. Эти проблемы. ამ პრობლემას შენ ვერ უშველი. რა დღეში ჩაგაგდოთ ირინა ლეონიდოვნა? Не знаю, что делать. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა. რატომ არ გინდათ, რომ პრობლემა რადიკალურად გადაჭრათ? ყავს ერთი საიმედო ადამიანი. Ты с ума сошел? ხომ არ გაგიჟდი? Не смей даже ამაზე думать. ფიქრიც არ გაბედო. როგორც მეტყვით ირინა ლეონიდოვნა. გამარჯობა. გამარჯობა, мама. გამარჯობა ილია მატვეიჩი. ოდეს გიხდით, ფორმაში არ ვარ. ბედნიერები ჩანხართ. Пап, нарисуй. мама ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ. მართლა?
რა უნდა ვთქვა, ძალიან მიხარია. ოღონ დედას არა. მძიმე შემთხვევაა, მაგრამ არა უიმედო. მე და ანტონს გვინდა რომ ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. ვერ დაგვეხმარებით ირინა ლეონიდოვნას დაყოლიებაში. შევეცდები. შილა, დაურეკე დედას და უთხარი ყველანაირ საქმეს შეიშვას და აქ მოვიდეს სახლში. სიმართლე გითხრა, მართლა ძალიან მიხარია. რომ ზუსტად შენ იქნები ანტონის გვერდით. თქვენ ხომ მე საერთოდ არ მიცნობთ. იცი, როცა შენი შვილი ბედნიერი არ არის და შენ ვერაფრით ახმარები, ეს ძალიან რთული გადასატანია. 12 წელი დადრგუნული ვიყავი. ახლა ვხედავ როგორ უბრწყინავს თვალები. ჩემთვის საკმარისია. დედა ეს გადაწყვეტილი ამბავია. ოლიას უნდა რომ ყველაფერი ადამიანურად მოგვარდეს. მოდი გელოდებით. სახე გაგესვარათ. მადლობა. მადლობა თქვენ ილია მატვეიჩ. მარტო თქვენ გეხარიათ ჩვენი ამბავი, სხვებს არა. ესეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ბედნიერების უფლება არ გქონდეს. დაგთხო, თან კარგი განწყობა გამოიყოლე. ოლესია, გადასაფარებელი წამოიღე. სად დაიკარგე? მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ ილია მიყვარდა. ჩემთვის საკუთარი შვილი ვითხარ. რას აკეთებ? უბრალოდ ვნახავ, მომეცი აქ, ჩემი პირადი წერილებია. დიდი ხანი გქონდა ეს ამბავი ანტონის მამასთან. უსინდისო. უსირცხვილო. ანტონთან მე ვიქნები, გაიგე? ერთის სადე და ხელი შემიშალე. პეწა. ეს შენი კაცი. ფრთხილად მუშაობს. თავარია დავალება მისცეთ. შეაშინოს თუ? რას ნიშნავს შეაშინოს? ისე დაელაპარაკება, რომ სულ დაევიწყოს თქვენი ანტონი. დაინვალიდება შეიძლება, რომ სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ წამლები ჰქონდეს საფიქრალი. არა, ვიცი ჩემი შვილის ხასიათი. ასეთ შემთხვევაში უფრო არ იტყვის უარს მასზე. რა უნდა ვქნა? როგორც ამბობენ, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მე შენია. დიდი ცოდვაა. და შენ რატომ განიცდი ამას ასე ძალიან? შენი ინტერესი გაქვს? ჩემი ძმის შვილი ზონაში გაუშვა. პინის ერთი გურდობისათვის. ზონაში კი ის მოკლეს. ესე იგი ბედისწერა ყოფილა. თქვენი ქმარი? ანატოლი კუზნეცოვი? უღელტეხილზე დაიღუპა. მაშენკა, შენ არაფერში გადანაშაულებ. ვიცი, შენ ის გიყვარდა. მაგრამ ისიც ვიცი, რომ შენ ახლა მე გიყვარვარ. მე კი შენ და ოლინკა მიყვარხართ. საკუთარი შვილივით მიყვარს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მგავს კიდეც. ალბათ ძალიან მინდა ეს. ვეღარ ვითმენ თუ როდის ჩაგეხუტებით. დრო უფრო მალე გარბის, ვიდრე ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. ჩვენ გვინდოდა, ქალიშვილის ყოლოდა. მაგრამ სულ ვწელავდით ხოლმე დროს. მერე გიგვიანე იყო. ასე რომ თქვენ მაინც ნუ დააგვიანებთ. შვილიშვილი მინდა. არა, ჩვენ ნამდვილად არ დავაყოვნებთ. ოლეა, შენ რას ეტყვი? არ ვიცი, როგორც გამოვა. გამოვა, ყველაფერი გამოვა.
შვილო, საქმეზე რას ფიქრობ? ტურიზმით მინდა რომ დავკავდე. მაქსმა ფოტოები გამომიგზავნა. მიტოვებული ტურისტული ბაზა ეპოვა. გავიგებ ვინ არის მე პატრონე, გამოვისყიდი და აღვადგენ. ტურისტული ბაზა კარგია. მეც გაგიმართავ ხელს. იცი, ბედნიერი ვარ. ახლა ბიჭის გარდა გოგოსი მყავს. სრული კომპლექტი. უკვე შვილსაც ეძახი. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ირინა ლეონიდოვნა. გამარჯობა შვილო. გილოცავთ. ანტონ, რას უყურებ? დაგვისხი ღვინო. სადღეგრძელო უნდა ვთქვა. დედა, ეს შენ ხარ? ესეც წაიღე. თქვენ ზრდასრული ადამიანები ხართ და ისე იქცევით, როგორც საჭიროდ თვლით. მე ვწყვეტ წინააღმდეგობას. თქვენ გაიმარჯვეთ. მოდი მშვიდობიანად ვიცხოვროთ. მოდი. თქვენ ერთად ხართ, ეს ბედისწერაა. მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. თქვენ ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ. და ეს ძალიან კარგია. რამ წარეგე მოაქვს? ნუ ლაპარაკობ სისულელეებს, კარგი ღვინოა. აკოცეთ ერთმანეს. ახლავე მოვალ. მინდა რომ სესხლის სამართლის საქმე აღზრდ თითქმის მიყვანის მუხლით. შუადღემშვიდობის ჩაის ხომ არ დალევთ პიტნით. ნერვებს აწყნარებს. სომხეთიდან გამომიგზავნეს. კვირა დამცინით? იცი რამდენი ბიჭი ეხება შარში იმის გამო რომ გოგო მიატოვა? შარში. ჩემი ძმა მის გამო დაიღუპა. აწამებდა, ემუქრებოდა, თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა. ბუდიში, მაგრამ დანაშაულის შემადგენელს ვერ ხედავ. SMS-ში, რომელიც ჩემმა ძმამ გამომიგზავნა, ეწერა, რომ ანუ ღალატა, ეს თქვენც მშვენივრად ნახეთ. ჩვენ თქვენი ძმის ყველა SMS-ი გავხსენით. ვერანაირი კრიმინალი ვერ ნახეთ. კი, ერთ გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა. თქვენ იცნობთ მას? არა, სიმბარათი თქვენი ძმის სახელზე იყო დარეგისტრირებული. მისი სახელი არასდროს უხსენებია. ჩემო ბაჭია, ჩემო მზეო და ასეთი რაღაცები. დღეს ახალგაზრდობას ელაპარაკობს, ჩემი ვაჟი თავის მეგობარ გოგონებს ციყვებს ეძახის. ციყვებს. წარმოგიდგენია? მომეცეთ მისი ნომერი. მაქსიმ. ერთ კარგ რჩევას მოგცემთ. ამოიგდეთ ეგ აზრი თავიდან. ეს კარგს არაფერს მოიტანს. მე მაინც ვიპოვნე მას. როცა იპოვით, გამაგებინეთ. რისთვის? თქვენზე რომ არ მოგვიწიოს სისხლის სამართლის საქმის აღზრდა. გინდოდა მშვიდობა. აი ესეც შენ. ძალიან რთულია დედა შენის გულწრფელობის დაჯერება, მაპატია. გახარებული სულაც არ არის, უბრალოდ ბეჭ შეურიგდა. რაღაც ძალიან ადვილად შეურიგდა. ახლა რეგათი ხარ უკმაყოფილო. Я боюсь. მე შენია. რისი?
Это Макс. ეს მაქსია. Ты чё? შენ რა გაგიჟდი? Блин, чё ты რა творишь, საკეთებ? Тебя спасать. შენ ქსველი. ასეთი სულელი როგორ ხარ? А чё такого? რა მოხდა? მართლა ვერ გებულობ? მიწიას ძმა თუ გაიგებს რომ შენს გამო გაყო შარში თავი? Абонент недоступен. როზალია. როზალია. ვოსკრესენსკი. Сенск. Этот Макс реально маньяк. ეს მაქსი ნამდვილი მანიაკია. შეიძლება დაგბრიდოს კიდეს თუ გიპოვა. Да ладно. რა სამბო? გეუბნები. Ну, уже დღეს კი ნაღამ თავი წამოცალა. не оторвал сегодня. Пару дней побегать. 1-2 დღე გაიგიჟებს თავს და დაავიწყდება. У него бизнес. მოსკოვში ბიზნესი აქვს. წავა აბარასიზამს. Не, он არ ვიცი, მე უნდა ვითესო. Поэтому если ჩემთვის საკმარისია. Димон, დიმონ, чего? რა იყო? хочешь меня? არ გინდივარ? Ну, მერე Помоги мне выкрасть. დამეხმარე რომ გამოუძრე. Если поможешь, თუ დამეხმარები, я тебя отблагодарю. სამაგიეროს გადაგიხდი. Димон, დიმონ, ну жить я тоже სიცოცხლეც რომ მინდა. а чего больше? და რომელი უფრო гинდა? Он уедет, ის წავა. а мы с тобой მე და останемся. შენ კი აქ დავრჩებით. Меня никто не ვეღარ შემაჩერებს ძმაო. Я уже უკვე მიყვები მის გვალს. сам докажи. მე мне. თვითონ დავსჯი И она больше და ვეღარავის დაუმახინჯებს ცხოვრებას. ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ? Почему? რატომ? Я не могла. არ შემეძლო უაპარაკე. ვიცი ანტონთან ერთად იყავი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავი უნდა ვიმართო, ამის სურვილი არ მაქვს. ოლია, Я люблю тебя. მე შენ მიყვარხარ. Максим, მაქსიმ, არ გინდა. ты же сам შენ всё ხო ყველაფერი იცი. Я люблю მე тебя. შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები ცხოვრებაში არც ერთი ქალისთვის არ მithქვებს. არც მეგონა რომ ასეთი რამ შეიძლება ადამიანს დაემართოს. მაქს, ის შენ ვერ გაგაბედნიერებს. კარგი ბიჭია, მაგრამ სუსტი. Зачем ты ასე რატომ ლაპარაკობ? Он же твой друг. ის ხომ შენი მეგობარია. მაგრამ ეს სიმართლეა. უბრალოდ თქვენ ორივე წარსულს ეჭიდებით, საკუთარ თავს იტყუეთ. შენ მე არ მიცნობ. შანსი მომეცი და შეგიყვარდები. მაქსიმ, ალბათ ჩემი ბრალია, რომ შენ სხვანაირად გამიგე. კარგად მესმის შენი, მაგრამ მე მხოლოდ ანტონი მჭირდება. კარგი, Я подожду. მე Ты მოვიცდი, быстро им მაგრამ разрешишь. შენ მალე აგიცრუდება მასზე. უნდა გული. წავიდე. С ума сошел? სულ გაგიჟდი? Машенька, я не მაშენკა, სულ არ გამტყუნებ, რომ ни в чем. მთელი ცხოვრება ილია გიყვარდა. Я მე знаю, ეს ვიცი, этого моё მაგრამ сердце ძვირფასო დამიჯერე. и тревога. დამიჯერე, რომ Но поверь мне, дорогая, ოლია ჩემთვის Оля для меня... ღვიძლი შვილი ვით არის. Олеся, ты? ოლესია, შენ ხარ? არა, დედა, მე ვარ. Ты как себя чувствуешь? აბა როგორ გრძნობ თავს?
წამლები დალიე? Зачем ты так? ეს რის ისუნია? Представляешь? წარმოგიდგენია? Курицу сожгла. ქათამი დამეწვა. Ты помнишь? Олечка. Мы с тобой თუ договорились, გახსოვს, შევთანხმდით, რომ სერიოზული საუბარი უნდა გქონოდა. Поверь, это важно. დამიჯერე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, დედა, მახსოვს. Давай немного მოდი, позже, რა ладно? ცოტა მოგვიანებით. Ванну нужно. აბაზანაში უნდა შევიდე. კარგი. Хорошо. Да. Здравствуйте. გამარჯობა. Я могу вам არის чем-то помочь? შემიძლია დაგეხმაროთ. Здравствуйте. გამარჯობა. Брат мой, ეს ჩემი ძმა არის. скажите, მითხარით, не знакомы? არ იცნობთ მას. Ну, не то чтобы ვიცნობ, знакома. მეთქი ვერ ვიტყვი. Он покупал у ყვავილები меня იყიდა цветы. ჩემთან. А что с ним? და რა Почему მოუვიდა? спрашиваете? რატომ მეკითხებით? Скажите, მითხარით, ვიქტორია. Виктория. А он сам მარტო приходил იყო с მოსული თუ გოგონასთან ერთად? Сам. მარტო Ну, იყო. Был недели 2 назад. სადღაც 2 კვირის წინ. Купила огромный букет ყვავილების цветов, დიდი и თაიგული იყიდა და отправил их. კურიერს გაატანა. Адрес вы მის помните? სამართი ხომ არ გახსოვთ? Нет. არა. Книга заказов у შეკვეთების директора, წიგნი а დირექტორთან директор არის. ушла. ის კი უკვე წავიდა. Что ж такое? ეს რა არის? თითქოს ყველა მპირი შეკარით. Вы не რატომ расстраивайтесь. Завтра ნერვიულობთ? будет директор, вы ხვალ сможете მოვა всё у დირექტორი და него მისგან узнать. შეგიძლიათ ყველაფერი გაიგოთ. Хорошо. კარგი. Тогда до завтра. მაშინ Да, ხვალამდე. завтра приходите. ხვალამდე მობრძანდით. ანტონ, ულისე, რა მოხდა? Шла, მივდიოდი как этот და ვიღაც ნაბიჭვრებმა სადარბაზოში შემათრიეს. Я вырвалась. ძლივს გამოვეკეცი და პირველივე სადარბაზოში შემოვარდი. Да тебе прямая შენგან дорога. კარგი в Москву. მსახიობი დადგებოდა. Давай признавайся. მითხარი, რაში დაგჭირდა ეს წარმოდგენა? Вообще, და საერთოდ ჩემი მისამართი საიდან გაქვს? Честно, я მართლა. случайно. შემთხვევით მოვედი. Так, понятно. კარგი, გასაგებია, შენგან სიმართლეს მაინც ვერ გავიგებ. წადი სახლში. ახლა შენი დრო არ მაქვს. ანტონ, მოიცადე. Посмотри, я как ნახე, чучело. საფრთხობელოს გავარ. Можно я хотя бы... ცოტათი მაინც მოვიყვან თავს წესრიგში. Иди там. სააბაზანო იქ არის, ოღონდ ჩქარა. Олечка, ოლიჩკა, а куда это ты სად собралась? მიდიხარ? К Антону. ანტონთან. Мы жить хотим вместе. ჩვენ мам. ერთად ცხოვრებას ვაპირებთ დედა, მისი მშობლები წინააღმდეგი არ არიან. შეუძლებელია. А я და что ირამ რა сказала? თქვა? Ира, არც ირა. представь себе. შენ на წარმოიდგინე работу აკოცეთო ასე ყვიროდა. То есть ты хочешь сказать, ანუ что იმის თქმა გინდა რომ Ира разрешила ირამ თავის жить в სახლში другом- ცხოვრების უფლება მოგცათ? არა, დედა. Отец Антона отдал ანტონს ему ключи მამამ от ქალაქის городской სახლის квартиры. გასაღები Я მისცა, думаю, პირველ ხანებში იქ ვიცხოვრობთ. Мне делать? ღმერთო ჩემო, რა უნდა ვქნა? არც არაფერი დედა. Понять и принять უნდა как გაიგო და должное. ისე მიიღო, როგორც საჭიროა. ოლა, Не надо. არ გინდა. Тебе нельзя. შენთვის არ შეიძლება. კარგი რა დედა. Ну почему? რატომ? Олечка, ოლიჩკა, он твой брат. ის შენი ძმა არის. Да, я родила тебя ხო, от მე Ильи. შენი ლიესგან გაგაჩინე. Оля, ოლა, нельзя. არ შეიძლება. бред ты несешь? დედა, რა სისულელეს ამბობ? Как это вообще могло ეს თავში родиться როგორ в მოგივიდა? мам? Оля, пожалуйста. ოლა, გთხოვ, არ Мама, გინდა. всё. კარგი დედა, საკმარისია. გისმენთ? Идет по плану? ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის? ო, ჩვენი პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. Ждите моего ჩემს ზარს звонка, დაელოდეთ და ни о чём. ნურაფერზე ინერვიულებთ. ირა,
ირა რა იყო, რა გჭირს? Это вы. ეს თქვენ ხართ. Это вы. თქვენ ხართ ყველაფერში დამნაშავე. თქვენ მიმიყვანეთ აქამდე. თქვენ ხართ დამნაშავე, თქვენ ორივენი. გაწყნარდით, დამამშვიდებელი მაინც დალია. Ты сам. შენ თვითონ დალია. Оля мне как ოლია ჩემთვის ღვიძლი შვილივით არის. ოლესია დაგეძინა? Круто тут მაგრად устроился. მოწყობილ ხარ. Ты Олю ждешь, ოლიას ელოდები არა? ოლესია ახლა ხომრობის თავი არ მაქვს, უნდა წახვიდე. да? А я так не მე კი სულაც არ ფიქრობ ასე. Не догонишь. ვერ დამეწევი. ვერ დამეწევი. Алло. გისმენ. Тош, ანტოშა, я уже на подходе. მე თითქმის მოვედი. Мама, конечно, в своем დედა репертуаре. ისევ თავის რეპერტუარით იყო. რაღაც სისულელე მოიგონა. გესმის ჩემი? მესმის, რა თქმა უნდა. და ასეთი ხმა რატომ გაქვს? როგორი? სად ხარ? Минут через 5 5. წუთში ვიქნები. Я тебя კარგი, გელოდები. კარგი. А кто у тебя? ვინ არის მანდ? არავინ. Антош, ანტოშა. может, договариваемся? ხომ მოვილაპარაკეთ, რომ ერთმანეთს აღარ მოვატყუებდით. მალე ვიქნები. ოლია. ოლია, ოლიჩკა. დედა აქ რას აკეთებ? ოლია, კინაღამ გადაგიარა. კარგი, ხო, დედა. Откуда ты знаешь адрес? შენ ეს მისამართი საიდან იცი? Читай. გამომართვი წაიკითხე. Если ты... შენ თუ ჩემი არ გჯერა და ფიქრობ ვიტყუები, აი მტკიცებულება. Ну, может быть, ты отцу იქნებ მამა შენის მაინც დაიჯერო. Анатолию. გამომართვი. быстро на выход. წადი დროზე. Не уйду, пока... არ წავალ სანამ არ მოკოცებ. Лезь, чё ოლესი რის მიღწევას ცდილობ. კარგი, დაუშვათ მოვაახლა ოლია და ისევ გაიგიჟებს თავს, მაგრამ მე და შენ ერთად მაინც არ ვიქნებით. დაგენიზლავები რომ ვიქნებით. Илья тогда работал ილია მაშინ რაიკომის მდივანი იყო. секретаршей к нему. მე მასთან მდივნად დავიწყე მუშაობა. ახალგაზრდა თავქარიანი. თავ დავიწყებამდე შემიყვარდა. მითხრა რომ მიატოვებდა ირინას. Ну вот кормил меня. ხო და ეს იქამდე გრძელდებოდა სანამ თვითონ ირინა არ მიხვდა. Пока Ирина сама не догадалась. А когда... როცა ილიამ უთხრა რომ მისგან მიდიოდა, Она таблеток მან თავის наглоталась, მოკლა и გადაწყვიტა და всё, რაღაც აბები დალია. еле откачала. ძლივს გადაარჩინეს. Вот когда откачала, საავად მყოფოშივე გაიგეს, знали, что რომ беременна. ფეხმძიმედ იყო. Он с ней. ხო და ილიაც მასთან დარჩა. Потом она ко мне приходила. ამის შემდეგ ირინა ჩემთან მოდიოდა ხოლმე, მე მუქრებოდა, მეუბნებოდა რომ მისი ქმრისთვის თავი დამენებებინა. Я уволилась. სამსახურიდან წავედი Решила забыть. და გადავწყვიტე ყველაფერი დამავიწყებინა. А потом узнала, მერე კი გავიგე რომ что у меня მეც тоже მეყოლებოდა будет ბავშვი. Почему ты და ილიას რატომ არ უთხარი? боялась, что мне покончится? გეშინოდა რომ ირა ისევ თვითმკვლელობას დააპირებდა. Он-то её выбрал. არა, მან ხომ ის აირჩია. Потом Толика встретил. მერე ტოლიკა Он გავიცანი. сразу მაშინვე ცოლობა замуж შემომთავაზა. предложил. Я ему მე ребёнка მას ჩემი сказала. ბავშვის შესახებ უთხარი. მთელი ცხოვრება ისე გექცეოდა როგორც საკუთარ შვილს. და ილია მოტვეიჩს Даже не подумала, არც что უფიქრია რომ მისგან შვილს ელოდებოდი Он потом позвонил. და მირეკა. Я сказала, что ვუთხარი რომ ბავშვი ребёнок Толик. ტოლიკასი იყო И пусть და თვითონ он не волнуется. ნუღარი ნერვიულებდა мне так легко და поверить. მანაც ასე იოლად დაიჯერა? არა. Он даже საყვედურიც меня მითხრა. обвинял. Такая, мол, сякая. ორ კაცთან რატომ მქონდა С двумя мужиками ერთდროულად одновременно ურთიერთობაო? хотел. А мне всё равно. ჩემთვის კი სულ ერთი იყო. Пусть думает, что хочет. რაც лишь უნდა бы და в ისე жизни ფიქრა, ოღონდ კი ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩენილიყო. ღმერთო ჩემო, ესეც ბედი იყო. მაინც და მაინც ანტოზე შეაჩერე არჩევანი. Почему ты не და сказала? 12 წლის წინ რატომ არ მითხარი ამის შესახებ? Моя жизнь сложилась. ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად წავიდოდა, სულ სხვანაირად. Иначе. აბა რა გითხრა?
ირინამ მითხრა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა, რომ არ იყო საჭირო წარსულის ქექვა. და ახლა უკეთესია? ღმერთო ჩემო, ეს რა ჩაიდინეთ? ოლიჩკა. მითხარი, ჩემო გოგო, შენ და ანტონს რაზე მეკითხები? რაზე? მარტო ეგ გაინტერესებს? და ის საერთოდ არ გაინტერესებს, მე რას ვგრძნობ? მაპატიე. გეხვეწები, მაპატიე შვილო. Алло. გისმენ. ანტონ. მე არ მოვალ. და აღარასდროს მოვალ. Это из-за ეს ოლესიას გამო არა? რა შუაშია ოლესია? Тогда აბა почему? რა შეა საქმე? მოდი ხვალ დავილაპარაკოთ. ახლა არ შემიძლია. არ ვიცი. არ მინდა. Оль, ოლეა. შვილო. შვილო, ღვთის გულისათვის მაპატიე მისულელს. ოლია, Не расстраивайся ты. ასე ნუ დანაღვლიანდები. С ней ის всегда. სულ ასე იქცევა. А я მე хорошая. კი კარგი ვარ, ალერსიანი. Со мной მე больно შენ не გულს არ გატკენ. будет только. მხოლოდ გასიამოვნებ. Ай, ты чё? რა იყო? С ума сошла? ხომ არ გაგიჟდი? Да. გისმენ? ირინა ლეონიდონა. რა შეა საქმე? რა საიდუმლოებებია? რა საიდუმლოები? По работе. სამუშაო საქმეებია, დილამდე მოითმინე. ეს რა არის? Нейропатолог. ნერვოპათოლოგმა გამომიწერა ნერვების დასაწყნარებლად. არ მესმის, რატომ ხარ ასეთი განერვიულებული? ვერც ვერასოდეს გაიგებ. ოლია გადასარევი გოგოა. ზუსტად ისეთი ანტონს რომ სჭირდება. კარგი ოჯახი ექნებათ. მარიასნაირი კი არა. შვილიშვილები გვეყოლება. Меня нет. მეტი აღარ შემიძლია. Илья, ილია, я боюсь. მეშინია. Я боюсь მარტო остаться დარჩენის одна в მეშინია этом ამ огромном უზარმაზარ სახლში. доме. Придет она, არ მინდა რომ повторится ყველაფერი всё снова. განმეორდეს. მაპატიე იმ რომანის და იმ სისულელის გამო. მთელი ცხოვრება ვცდილობ თავი ვიმართლო. Ты мой бедный, შესაწყალო. бедный. დაგტანჯე Это ты меня прости. და თავიც დავიტანჯე. Я тебя измучила. შენ я себя მაპატიე. измучила. დამშვიდდი. შენს იქით გზა არ მაქვს. მადლობა ამ საღამოსათვის და ჩვენი შვილის გახარებისთვის. კარგი ირინა, აცივდა უკვე. სახლში შევიდეთ. Ты иди, я. შენ посижу შედი. ещё немного. მე კიდევ ცოტა ხანი ვიქნები. სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ. კარგი. უღუნდ მალე. გელოდები. Ну, მიდი, ну говори скорее. სწრაფად მითხარი. ირინა ლეონიდონა. На этот раз ამ ჯერზე არაფერი გამოვიდა, მაგრამ გპირდებით. არ არის საჭირო, ყველაფერს ვაუქმებ. და რა მოხდა? შენი საქმე არ Не არის. вздумайте ничего делать, არაფერი я тебя მოიმოქმედოთ, ხვალ გელოდები ჩვეულებრივ დროს. Ты думаешь, что გონია легко ასე говорить ადვილია просто? სიმართლის ხმა? Я всё ასე это შენი сделала გულისთვის ради тебя. მოვიქეცი. Спасибо მადლობა за заботу. მზრუნველობისთვის. Кто это может ვინ быть? შეიძლება იყოს? ალბათ ანტონი, სხვა ვინ? А что мне და делать? რა უნდა ვქნა? Ну, соври, რამე მოატყუე. Хорошо жить. ეს ხომ კარგად გამოგდის. Давай ему მოდი скажу. სიმართლე ვუთხრათ. Скажи, если сможешь. უთხარი თუ შეგიძლია. А ты? და შენ რომ უთხრა, მე ვერ Я მოვახერხებ. не смогу. ვერანაირად ვერ გავაკეთებ ამას. Мы целовались и...
ჩვენ ერთმანეთს კოცნიდით. ახლა მისი ნახვა არ შემიძლია. ოლეა, Давай ты, мама. მიდი შენ გააღე. დედა გეხვეწები. ოლეა გააღე კარი. უნდა დაველაპარაკოთ. Я могу შეიძლება რომ ოლეას დაველაპარაკო. არა, ხვალ იყოს. რატომ ხვალ? მოდი დღეს, ახლავე. ახლა რა გაუთხარით ჩემზე? არ წავალ სანამ არ დაველაპარაკები, არ გესმით? Антон, ანტონ, пойми, ты მომისმინე, Оля, ну, შენი და ოლიას ერთად ყოფნა არ ეს შეიძლება. უკვე 100-ჯერ მაქვს მოსმენილი. და მე რა? Антон, ანტონ, давай так. დამშვიდდი. Ты успокойся. ოლია ხვალ Оля თვითონ завтра აგიხსნის сама ყველაფერს. всё тебе объяснит. არ მესმის რატომ იქცებით ასე? Ну, знаете, მაგრამ ერთი რამ მინდა რომ იცოდეთ. მე და ოლეა будем вместе. ერთად ვიქნებით. ოლე რა მოხდა? გაწყენინე რამე? სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. შენ ჩემი ღვიძლი ძმა ხარ. ოლე, გთხოვ, მიპასუხე. არ ვიცი რა ვიფიქრო. Да. გისმენ დედა. Привет. გამარჯობა შვილო. дома? სახლში ხარ? ო, სახლში ვარ. რა არის? მოდი მოვალ. Вместе кофе выпьем. ყავა დავლიოთ ერთად, საუზმეს მოგიმზადებ. მისამართი მითხარე. Не надо. არ არის საჭირო დედა. Мне не нравится твой голос. შენი ხმა არ მომწონს, მოხდა რამე? არა, ყველაფერი ნორმალურად არის. ახლა გავიღვიძე. ოდე ძალიან კარგი. ზუსტად ახლა ქალაქში შემოვდივარ, მითხარი მისამართი. Не надо. არ არის მეთქი საჭირო. მადლობა. კარგი ნახვამდის. Пока. ნახვამდის. Олечка, ოლიჩკა, ну смотри, блин. ნახე შენი საყვარელი ბლინები. Ну какие, блин? რა ბლინები, დედა? Я сейчас вообще не ახლა არაფერი არ მინდა. не есть, не думаю. არც ჭამა, არც ფიქრი. აღარ ციცოცხლე. А как ты решила? და რა გადაწყვიტე? Скажешь, Антон. უნდა უთხრა Да, ანდოს. скажу. ო, ვეტყვი. Потому что я предпочитаю იმიტომ რომ говорить правду. ზოგიერთებისგან განსხვავებით სიმართლის თქმას ვამჯობინებ. Ну, прости меня. კარგი, მაპატიე. Разве я знала, რაც что წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა. разъедетесь вы. მეგონა ერთმანეთისგან შორს რომ იქნებოდით და Скажи მშვიდდებოდით. честно. კარგი რა დედა. თქვი რომ შენს თავზე ფიქრობდი, გეშინო და შენი საიდუმლოს გამჟღავნება. ასე რატომ ლაპარაკობ? ეს რომ მარტო მე მეხებოდეს ჯანდაბას. იუდინი? Знаешь, как я работала? იცი როგორ ეშინოდა ირას? დღემდე ეშინია ილიას რეაქციის. რატომ დედა? შენთვის სხვა ადამიანები ჩემზე უფრო ძვირფასია, რატომ ამიხსენი? იცი? ცხოვრება ძალიან რთული რამეა. თავიდან მე ხომ ვერ ჩენგაბედე ანტონისთვის იმის თქმა რომ დაძმა ხართ. იმიტომ რომ გეშინია, იმიტომ რომ გრცხვენია, იმიტომ რომ ეს სხვების ცხოვრებას ეხება. Мне всё равно მაინც сказать. უნდა გუთხრა. Потому что იმიტომ хочу, რომ არ чтобы მინდა он ანტონი подумал. ჩემზე ცუც ფიქრობდეს. Не хочу, чтобы он მინდა знал რომ правду. სიმართლე Он იცოდეს мучился და თავი любовью. არ დაიტანჯოს. А как я любила. და მე როგორ მეყვარდა სიმართლის ლაპარაკი. Так хорошо. მეგონა так რომ легко. ამაზე ადვილი არაფერი Так იყო. правильно. Пока он и- სანამ 12 წლის წინ აქ იგრა არ მოვიდა და მუხლებში არ ჩამივარდა. და მეც ვიფიქრე, მართლაც, Связалась. ცოლიან კაც გადავეკიდე, ესე იგი ჩემი ბრალია. Значит, моя ჩემი вина. პრობლემაა და მე უნდა ვაგო პასუხი.
ოლა, Мы тебе материнский. ერთ დედობრივ რჩევას მოგცემ. Не говори. ნუ ეტყვი სიმართლეს. Придумай, что. რაც გინდა ის მოიფიქრე. Не знаю. არ ვიცი. Если ილიამ რომ ირინა მიატოვოს ის შენ ცხოვრების საშუალებას არ მოგცემს. არ ვიცი, დედა, არ ვიცი. Может, это вранье, конечно. შეიძლება было, ტყუილი но ყველას აწყობს, მაგრამ ანტონმა სიმართლე უნდა იცოდეს. Я его მე слишком ძალიან люблю, მიყვარს чтобы საიმისოდ რომ მოვატყუო. любишь. გიყვარს. Да, мам, представь ხო, себе, დედა, такую. წარმოიდგინე Все მიყვარს. 12 лет მთელი ждала, 12 и წელი сейчас ველოდებოდი და люблю. მიყვარდა, ახლაც მიყვარს. რა ვიცი. იქნები მეგობროთ რამენაირად. Мам, დედა, вот ты со своим Ильей შენ дружишь? მეგობრობ ილიასთან? Да нет, არა, რა თქმა Ну, вот უნდა. видишь, აი ხომ ხედავ. вообще, к чему და это საერთოდ რა разговор? საჭიროა მთელი ეს ლაპარაკი? Только არ მინდა. უფრო უარესად ხვდები. Знаешь, такое чувство. იცი როგორი შეგრძნება მაქვს? Как будто меня თითქოს машина მანქანამ переехала. გადამიარა. А за рулем საჭესთან კი შენი ჯექი. ოლა, ამაღამ ორეხო უკაში უნდა წავიდე ღამის თევით. Ты со мной Წამომყვები თუ აქ поедешь, დარჩები? останешься? დავრჩები.